ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით. თუ თქვენ გაინტერესებთ მსოფლიო შოუ ბიზნესში მიმდინარე ცვლილებები, გთავაზობთ ინფორმატორისა და ლაილაის კვირის გამოშვებას, კვირის განმავლობაში მომხდარი საინტერესო სიახლეებით. ჩვენთან ერთადაა კომპანია ყაზბეგიც. მოგბეზრდათ პოლიტიკა, მაშინ გავერთოთ. სწორედ ასეთი დევიზით საკმაოდ ბევრი ადამიანი 17 დეკემბერს აჭარა მუსიკ-ჰოლში შეიკრიბა, სადაც მათთვის ქართული შოუ ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი მღეროდა. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა ხდებოდა ბარბაროვა დღეს აჭარა მუსიკ-ჰოლში. საღამო მშვიდობისა! გაიგალეთ პოლიტიკით. მაშინ ყურადღებით. ეს კვირა ისევე როგორც წინა კვირა საკმაოდ დატვირთული იყო მაესტროსა და ბასტი ბუბუსათვის. როგორც იცით, მიმდინარეობს მზადება ჩვენს ერთობლივ საახალწლო პროექტზე. იწერება სიმღერები, მუშაობენ ვიდეო კლიპებზეც. მაესტროსა და ბასტი ბუბუს მეგობრობის შედეგს ახალწელს ნახავთ. მანამდე კი გავიხსენოთ რა ხდებოდა ამ კვირაში. თოვლის პაპარე გავზარებს სიდან მოფრინდება ერთხელაც რა ოღონდ ზახლიოსდით რო ისაუბრეთ თოვლის პაპარე გავზარებს სიდან მოფრინდებაო ახალი წლის დილაგება ნაკრავი ხდებაო შეკრიციდან პირკის წვიმა გვირილების ხელაო აბათაშიდან პირკის წვიმა გვირილების ხელაო აბათაში ჩქარათაში აბადელი დელაო აბათაში ჩქარათაში აბადელი დელაო ეს არის მერი დავითაშვილის სიმღერა, ძალიან ძველი სიმღერაა და თითქოს მიივიწყა ხალხმა და გადავწყვიტეთ, რომ აი ბასტი ბუბუმ და პირველმა სტერეომ, რომელიც ასეთი პოპულარულია ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, აი რაღაცნაირად ეს სიმღერა გახდეს ამ წლის, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი. Tazi nana teli dilagavitenda
ვაშა, ტაში დამიკარგე, კაცო. Islamazი ყვავილები შენია 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 დელია 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 ჰა 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 ნა 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 თამრიკოს ხვიტარიძე გადაიღებს კლიპს და DJ გოგა იქნება მგელი ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მე ვარ კრავის შესაბამისად. ამ კვირაში ბაკურ ბურდული ახალ კლიპზე მუშაობდა. კლიპი მან გადაიღო სიმღერაზე Petcast და სხვათა შორის ეს სიმღერა შესულია ბაკურის ახალ ალბომში სახელწოდებით თითქოს. სხვათა შორის კლიპის რეჟისორები არიან თავად ბაკურ ბურდული და გიორგი ლიფონავა. იო, შენ ტელევიზორთან დადეკი და აი დაახლოებით ხალხი როგორ დადგეს, რომ ეს შევსებული არის კაცში და უ თან დადეკი. ეს არის ისტორია ბიჭზე, რომელსაც ძალიან მაგრა უნდა, რომ სიყვარული ქონდეს ცხოვრებაში და ისტორია არის ცოტა ესეთი განსხვავებული, არ ესეთი ბანალური, მე ჩვენ ესე გგონია და ერთ-ერთი ეს ამით ალბათ გამოირჩევა. ცოტა გაიშალეთ. სულ ცოტა ია, უკან წამოდით, ცოტა გაიშალეთ. ესით და რიგით ახალ წლამდე უნდა მოვასწროთ. ახალი წლის წინა დღეებში ნამდვილად შეიმჩნევა გამოცოცხლება ქართულ შოუ-ბიზნესში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ვიდეო კლიპებზე, იწერება სიმღერები. ახლა კი ვნახოთ რაზე იმუშავა ჯგუფმა საუნდი. Never say goodbye. კეთდება ახალი ქართული ანიმაციური მულტფილმი საქართველოში პირველად, ეს იქნება ბუთქუნა და მეგობრები. ანუ უნდა შეიქმნას ახალი ბავშვური გმირი, რაც დიდხანია არ ყოლიათ ბავშვებს და იმედია გაამართლებს. მე პირადად ვაკეთებ ამ მულტფილმის მუსიკალურ გახმოვანებას, თუ რამე მუსიკა იქნება, ტიხარი იქნება, თუ რაღაც მუსიკალური ფონი იქნება, ეს იქნება ყველაფერი ჩემი ამ სერიალებში. ეს იქნება ინგლისურენოვანი სიმღერა, ჩვენი საკუთარი დაწერილი. კლიპსაც გადავიღებთ ამ სიმღერაზე და ალბათ ეს ახალ წლამდე მოხდება, ახალ წლისთვის უკვე ეს კლიპი გამოვა. ალბომი მზადდება, უნდა გამოვიდეს 31 იანვარს. ტრადიციულად ეს არის ჩემი დაბადების დღე და ვამთხოვთ ხოლმე ყოველი ალბომის პრეზენტაციას. ეს იქნება ჩვენი რიგით მესამე ალბომი და შევა 12 სიმღერა. 9 სიმღერა უკვე მზად არის, 3-იც უნდა ჩავწეროთ და ალბათ გამოვუშვით. რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა თავისი მორიგი კლიპი გადაიღო. ამჯერად იგი ახალგაზრდა მომღერალ ხატია ელიზბარაშვილთან მუშაობდა.
თვითონ სიმღერა არის დისკოს წილში დაწერილი, მე მგონი ცოტა სასიამოვნო, საცეკვაო კლიპი გამოვა. აუცილებელი არაა სულ კამერაში იყო. წინ მოქმედეთ. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ვითომ სცენაზე ხართ, ხო? ყოველი კლიპი ალბათ უნდა განსხვავებული უნდა იყოს ერთმანეთისაგან, ასაკურველია არა მარტო ერთი რეჟისორის მიერ გადაღებული, არამედ საერთოდ ერთი კლიპი უნდა განსხვავდებოდეს სხვა კლიპებისაგან. ამ შემთხვევაშიც მე მგონი ესეც განსხვავებული რაღაცა გამოვა. შესაძლოა ახალი წლისთვის მზად იყოს ის ვიდეოკლიპი, რომელზეც ამ კვირაში ნატო გელაშვილმა იმუშავა. სიმღერაზე დილა თენდება. სხვათა შორის კლიპში საკმაოდ ბევრი პოპულარული ადამიანი მონაწილეობს. მოდით ერთ-ერთ გავიხსენოთ, როგორ მიმდინარეობდა კლიპზე მუშაობის პროცესი. კლიპში მონაწილეობს შეძლებს დაგვარად ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანი, ერთ-ერთი ხაზს გაუსვამ რამოს ჩხიკვაძეს, ბატონ რამოს ჩხიკვაძეს. იდეა წამოვიდა ნატო გელაშვილისგან, მას უნდოდა რომ პოპულარული ადამიანები ყოფილიყო. თვითონ სიმღერა ისეთი არის რაღაცა თბილი, რაღაც ის კეთილგანწყობა არის სიმღერაში. ხო და შესაბამისად რაღაცა ჩვენ გვინდოდა რომ თქვა არა ჩვეულ ამპლუაში ყოფილიყვნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი საყვარელი მსახიობები, ცნობილი ადამიანები. როგორი სიუჟეტია, რომ აი როგორ მომავალს ელოდება ადამიანი, როგორი დილის გათენებას. ნუ ეს არ ვიცით იქნება თუ არა. ეს არ არის დაკონკრეტებული, რომ აი გათენდა უკვე, მაგრამ ალბათ ჩვენ ვიმედოვნებთ. რაღაცით ხელმძღვანელობთ ჩვენც არ ვიცით ხა რამდენად პოპულარულია ფილმი არსებობს ასეთი დოგვილი. სადაც აი ესე პავილიონში ხდება მთელი მოქმედება და რა ვიცი, რაღაც მოგვეწონა იდეა და რაღაცა ბაძავთ ახლა ჩვენც. ყურადღება. როცა ბარგ ნახე მამრჩელებია. ამ კვირაში გაიმართა პრესკონფერენცია 2004 წლის საახალწლო პროექტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ახალი წლის ღამეს ჩვენს დედაქალაქში ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. ქართული ტრადიცია, რომელიც ახალი წლის საკუთარ სახლებში შეხვედრას გულისხმობს, ჯერ კიდევ შარშანდელი კონცერტის შემდეგ შესაძლოა სულ მალე მხოლოდ მოგონებად დარჩეს. რადგან იმისთვის, რომ ეს საახალწლო დღესასწაული უფრო ხალისიანი იყოს, კულტურული ღონისძიებების ცნობილი ორგანიზატორი ბატონი ზაზა შენგელია, სამოქალაქო ინიციატივების ინსტიტუტი და კომპანია მელოდი არტი ახალ პროექტს გვთავაზობენ. ყველაზე გრანდიოზული და დიდი ღონისძიება ტარდება რა, ყველაზე გრანდიოზული და დიდი და ესე იგი რაღაც პირველი ნაწილი ტარდება თავისუფლების მოედანზე მერიის წინ, მერე არის რუსთაველზე სეირნობა და ბოლოში არის უკვე რესპუბლიკის მოედანზე, ასე ვთქვათ, დასვენითი კონცერტი. სახალხო მსვლელობების მოყვარული თბილისელებისთვის საახალწლო დღესასწაული 31 დეკემბერს საღამოს 11-ის ნახევრიდან დაიწყება. თავისუფლების მოედანზე პროგრამის ოფიციალური ნაწილი 24 საათზე, ანუ ზუსტად 12 საათზე საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება. პროექტის ორგანიზატორის განცხადებით ეს იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც აქამდე ჯერ ჩვენთან არ მოწყობილა. და მართლაც, როგორც იგეგმება, სწორედ ახალი წლის ღამეს რუსთაველის პროსპექტზე თავს მოიყრეს თითქმის ყველა ცნობილი თეატრალური და მხატვრული კოლექტივი. ღია ცის ქვეშ უფასო სანახაობები იქნება არაჩვეულებრივი მსახიობებს, თეატრის და კინოს, ცნობილ ვარსკვლავებს, პოპ-კულტურის წარმომადგენლებს, ყველა დროის ახალგაზრდას, გნებავთ ძველგაზრდას, ყველას ნახავთ იმ დღეს თბილისის შუაგულში რუსთაველზე გამოსულს. საახალწლო პროგრამა დასრულდება რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ყველა თეატრი გამოდის ქალაქის თუ
ყველანაირ ფოლკლორული კოლექტივები, მომღერლები, მოცეკვავეები, პანტომიმა, არ ვიცი, მარიონეტები, ქართული თოჯინების თეატრი, რუსული თოჯინების თეატრი, ну ყველა იქნება ქუჩაში. წარმოიდგინეთ, ეს როგორი სანახაობა იქნება. ძველ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და ჩვენი აზრით საკმაოდ საინტერესო. მოდით ერთად ვნახოთ სიუჟეტი. ეს ტროპისტული გამოფენა არის მე-6 თვითონ. ოღონდ ჩვენთვის ეს არის მე-4 ტროპისტული გამოფენა. და ვცდილობდით გამოგვიხატა აი ჩვენი რეალობა. ფაქტურა და ხაზი როცა თვითონ ფუნჯით გადახაზავს ზემოდან, უფრო სხვა ემოციას იწვევს გესმით ჩვენში. და უფრო მეტი თავისუფლებაა, აი რაღაცნაირად ნახავს გვერდიდან რო გახედავ, არაფერი არ არის და უბრალოდ პრიალებს და აი ამას რო გახედავ გვერდიდან, უკვე ფაქტურები ჩანს. ხშირად ამბობენ საქართველოში რომ ესე იგი ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერიაო. ნუ მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ არ არსებობს. თუ მართლა ნიჭიერია, ზარმაცია არ იქნება, იმიტომ არ მოაშორებს ხო ნიჭი. და მაინც ამუშავებს. აი სწორედ აი ამ ადამიანთან, ამ ორ ტროპიზმის, ამ ორ ლიდერთან დაკავშირებით შემიძლია თამამად თქვა, რომ ეს არის ნიჭისა და მუყაითობის შესანიშნავი ნაერთი. უნდა გითხრათ, ისინი საკმაოდ თავისუფლად მუშაობენ სხვადასხვა ჟანრში და სფეროში. თავისთავად თქვენ ხედავთ ხა ტიპიურ ტროპისტულ ქმნილებებს, როგორც ისინი ეძახიან და მართლაც ასეა. ამავე დროს შესანიშნავად აკეთებენ კედლებს, დიდ მოხატულობებს აკეთებენ და მშვენივრად მუშაობენ გრაფიკაში. ეს აპლიკაცია იქნება თუ კალმით გაკეთებული ჩანახატი, აი მართლა შესანიშნავად. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.